ჩვენთან სტუდიაში იმყოფება წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. დაგულოცეთ მამაო. ღმერთმა გაგახაროთ. მილამშტობის. მამაო, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ მართლმადიდებლობის ზეიმის შესახებ. დიდმარხვის კვირაში ვიმყოფებით პირველ კვირაში და პირველ კვირას სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავთ, რომ აგვიხსნათ ამ კვირის და აი ამ დღის მნიშვნელობა და დღესასწაულის შინაარსი. დიახ, ოდნავ შორიდან დავიწყებ. თითოეული ქრისტიანისათვის ყველაზე მთავარი გახლავთ წმინდა სამება და იესო ქრისტე. ეს არის ჩვენთვის ანი და ჰოი. აქედან გამომდინარე, მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული, წინვალი აღდგომა ჩვენთვის არის უმთავრესი დღესასწაული და უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ამ დღესასწაულისთვის მომზადების მიზნით განსაზღვრულია გარკვეული პერიოდები, უპირველეს ყოვლისა მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, შემდეგ დიდი მარხვის 6 კვირა, პირველი მართლმადიდებლობის ზეიმი და მე-6 კვირა ბზობის კვირა და შემდეგ უკვე აღდგომა, წინვალი შვიდეული, ვნების შვიდეული, აღდგომა და წინვალი შვიდეული და ეს ჩემს მიერ ჩამოთვლილი კვირები, აი მოსამზადებელი პერიოდი, დიდი მარხვის პერიოდი და ვნების შვიდეული გარკვეული საფეხურებია, რათა ჩვენ ცნობიერად მოვემზადოთ მაცხოვრის წინვალი აღდგომის მიგებებისათვის, ჯეროვნად რომ გავარკვიოთ რა შესაქმე. მოსამზადებელი პერიოდი მეზვერისა და ფარისევლის კვირა, უძღებიშვილის კვირა, ადამის დიახ, ესე იგი ჩვენ რო ეძახით ხორცელის კვირას, ეს არის ადამის ესე იგი განდევნა სამოთხიდან და ყველერის კვირა ადამის ესე იგი საშინელი სამსჯავრო. აუცილებელია ადამიანმა ეს გაიაზროს და გაიაზროს თან იმ საშუალებებს, რასაც ეკლესია თავაზობს. ჰიმნოგრაფიული ტექსტები, საგალობლები, გარკვეული ლიტურგიკული ქმედებები და მთელი სისავსით, ესე იგი მთელი თავისი სიღრმით ჩაწვდეს ამ კვირა დღეების მნიშვნელობას. და აი დღეს პარასკევია, კვირას მართლმადიდებლობის ზეიმია. შემდეგ კვირა მეორე კვირა წმინდა გრიგორი პალამასიანების დღე, ჯვრის თაყვანისცემის კვირა და ასე შემდეგ. და უნდა დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა, რატომ მართლმადიდებლობის ზეიმი? კვლავ ასეთ ესე იგი საკითხს შევეხები, რომ ბევრმა მართლმადიდებელმა არ იცის, როდის არის მართლმადიდებლობის ზეიმი. განსაკუთრებით, როდესაც შუა, ესე იგი, საფასიკო წლის შუა პერიოდში ვარ დაუშვათ, დამთავრდა მარხვა იქ, ესე იგი, სადაც ზაფხულში ვიმყოფებით, ესე ვთქვათ. და მართლმადიდებლობის ზეიმი გონია დაუშვათ აღდგომა, მაცხოვრის შობა. მართლმადიდებლობის ზეიმი ყოველთვის არის, როგორც თქვენს აღნიშნეთ, დიდი მარხვის პირველი კვირა. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. და რას ვზეიმობთ? ვზეიმობთ სწორედ წმინდა ეკლესიის მიერ ერეტიკული სწავლებების, ერესების დამარცხებას. განსაკუთრებით ეს უკავშირდება ხატმებრძოლეობის დამარცხებას და ყველა ერეტიკული სწავლების მხილებას. აი ერესი რო ძალიან მარტივად განსაზღვროთ, ეს არის გადაცნობა, ცდომილება. ეს არის ეკლესიური დოგმატების დარღვევა. დიახ. ეს არის ყალბი მოძღვრება. რომელსაც საუბედუროდ საკმაოდ ესეთი მიმდევრები უჩნდებოდნენ ხოლმე და თუნდაც იყო გარკვევა. აი ხატმებრძოლეობა ჩვენ ვთქვით და დღესაც მაგალითად ესე იგი რასელის სექტის მიმდევრები დღესაც უარყოფენ ხაჭვრებს. და ეს მეშვიდე მსოფლიო კრებაზე იყო დაგმობილი უკვე. ანუ მეორდება ეს სტომილება. ანუ ჩვენ ვზეიმობთ და თანაზე არის ვარ იმ დიდი ესე იგი სასიხარულო მოვლენისა, რაც დედა ეკლესიის მიერ ყველა ცრუ სწავლების დამხობა და დამარცხება ქვია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ მსოფლიო კრებებზე, ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე და ასე შემდეგ. რა იყო ის ბრალდება, მამა ბიძინა, ვთქვათ, აი ერეტიკოსების მხრიდან, რასაც ქრისტიანებს უყენებდნენ იმ დროინდელ ქრისტიანებს ხატებთან მიმართებით, ანუ ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო ერთგვარი გაკერპება, ხო? მოდით ამ კითხვას ოდნავ მოგვიანებით უპასუხებთ, ეხლა აუცილებლად გავცემთ პასუხი, უბრალოდ მინდა ეს აზრი დავასრულო, რომ ეს არის ძალზე სასიხარულო მომენტი. ახლა აქ ასეთი კითხვა შეიძლება დავსვათ, ეს გავიგე და მე მიხარია, რა უნდა მიხარო? სწორედ ეს არის, რომ ადამიანი როდესაც
შეუდგება მარხვა არ არის იოლის საქმე. მარხვა ძალიან ესე იგი მნიშვნელოვანი პროცესია ადამიანის ცხოვრებისაზე, თვითონ უფალი ბრძანებს თვინიერ ლოცვისა და მარხვისა ნათისებისა რა განერის, ანუ ვერანაირ სულიერ ბრძოლას ეშმაკთან დაკავშირებულს ვერ მოიგებს თუ იგი ესე იგი ვერ განიწმინება თუ იგი ჯერონათ არის მარხულებს და არ ელოცებს და 4 დიდი მარხვაა დაწესებული საეკლესიო წლის განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ყველაზე მთავარი სწორედ დიდი მარხვაა და აი ეკლესიამ ესე განაჩინა რომ შენ უნდა იყო ძალზე მხნედ რომ იცი რომ ყველაც რო სწავლება ყველა ის შემშლელი ხელი შემშლელი რამაც შეიძლება ჭეშმარიტების გზას აგაცდინოს ხილებულია დამხობილია და ყველას ესე იგი ყველა საკითხზე ნათელი პასუხია გაცემული და ეს გამხნევებს შენ რა არის თითოეული ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანი როგორც წმინდა წერილს წერია ეძიებდი პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლეს ამისა აი ამ სიმართლეში სწორედ ყველა ის მართლმადიდებლური ჭეშმარიტებებიც იგულისხმება რაზეც ჩვენ ახლა საუბრობდით და ხატთან დაკავშირებით თქვენ ფაქტიურად გაეცით პასუხი ესე იგი მამანს ეგონა და ეს ეგონა არ არის ჩვეულებრივ თორემ ეგონა ძალიან გამტკიცებული იყო ამაში რომ ხატის თაყვანისცემა კეპ თაყვანისცემის ტოლი იყო ეს ვერ ხდებოდა რომ ჩვენ აქ პირველ სახეს მივაგებთ არა საღებავს არა ესე იგი ხეს ან მასალას დია არამედ პირველ სახეს დავუშვათ ყველა წმინდა ღვთისმშობელს მაცხოვარს მithumetes ცნობილია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი და ასე შემდეგ და ასე რომ მართლმადიდებლობის ზეიმი არის დიდ სიხარულთან დაკავშირებული ოდნავ წარსულში გადავინაცვლოთ აი გონების თვალით წმინდა მეთოდიუსი კონსტანტინოპოლის პატრიარქი ეს არის 857 წლის მე-9 საუკუნე შუა წლები და მან დაადგინა სპეციალური მსახურება მართლმადიდებლობის წესი რომლებიც სწორედ ამ დღეს აღესრულებოდა და ეს მსახურება ლიტურგიკული თვალსაზრისით გავს პარაკლისის სტრუქტურას და აი საზეიმო სამდემთავრო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი შუა ტაძარში იქ სადაც გამოსვენებული იყო მაცხოვრის წმინდა ხატი ყველა წმინდა ღვთისმშობლის წმინდა ხატი საზეიმოდ აღასრულებდნენ ამ მსახურებას იკითხებოდა ანათემატიზმები და ძირითადად აი როგორი შინაარსი იყო ღმერთისა და მისი განგებულების უამყოფელთა მიმართ გამოითქმებოდა ანათემა ღვთის არსების და თვისებების არასწორად წარმომჩენთა მიმართ გამოითქმებოდა ანათემა ძეღვთისა სულიწმინდა ღმერთის მამა ღმერთთან ერთარსობის თანასწორობის და თანადიდებულების უამყოფელთა მიმართ და ასე შემდეგ დაახლოებით მე როგორც მახსოვს 11 და მათ შორის მე-11 წმინდა ხატების უამყოფელთა მიმართ გამოითქმებოდა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი ეკლესიური ცხოვრების თავის სარბიელზე განსაკუთრებით თუ ის უკვე 2, 3, 4, მithumetes 5 წელია და 10 და შემდეგ უნდა ეცნობოდეს ზოგადად მაინც 7 მსოფლიო კრების დადგენილებებს დოგმატებს მართლმადიდებლურ დოგმატებს ვიდიოდეს მოძღვართან და მის ხელმძღვანელობით ამ საკითხებს ეცნობოდეს რატომ ისე ხშირად ხდება ისე რომ მე ვამბობ რომ მართლმადიდებელი ვარ 10 წელია დავდივარ და არ ვიცი მაგალითად განსხვავება კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის არ ვიცი განსხვავება მონოფიზიტობასა და მართლმადიდებლობას შორის. გონია რომ ყველა ქრისტიანი ხო ქრისტიანია. რომ გონია რომ ეკლესიები არსებობს. ეკლესია ერთია, ერთი წმინდა კათოლიკო და სამოციქულო. ასე რომ მართლმადიდებლობის ზეიმი ჩვენ სულიერ ხნეობას გვმატებს, გონებას განწმენს და ყველანაირ ეჭვს წარხოცავს, რათა უფრო მონდომებით და გულისხმერად შევუდგეთ მარხვის შეღმართს. დიახ. აი მამბიზინა ჩვენ რადგან სიხარულზე ვსაუბრობთ და თქვენ ამაზე საკმაოდ გასაგებად გააკეთეთ აქცენტი თავად აი სახარებას რასაც უწოდებთ ჩვენ ხო აი სიცოცხლის წიგნს სადაც გადმოცემულია მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრება და რომელიც ყველა ადამიანისთვის ყველა დროში არის მნიშვნელოვანი და აქტუალური ვიდრე მეორედ მოსვლამდე ხო ანუ ყველა ეპოქის ადამიანისთვის არის ის მიმართული ხშირად ჩვენ არ განვიცდით ხოლმე აი ამ სიხარულს რაც სახარებამ უნდა მოგვიტანოს, რაც ეკლესიურმა ცხოვრებამ უნდა მოგვიტანოს, რაც აი ამ ყველაფრის ცოდნამ უნდა მოგვიტანოს და უნდა ვიცოდეთ რომ მართლა რა უნდა გვიხაროდეს თქვენ
საინტერესო დასვით ეს შეკითხვა. რა გვიხარია? აი ეს ყველაფერი არის თუ არა განპირობებული ხოლმე სწორედ იმით, იგივე არ მინდა ხა ძალიან გადაუხვიო თემას და გავაცო ჩემი შეკითხვა. როდესაც ისმის მორწმუნე ადამიანების მისამართით და საბოლოო ჯამში ყველა ერთ ქვაბში იხარშება ხოლმე რომ არის ნაკლები განათლება, სიბნელე, მართლაც ელემენტარულ ლიტურგიკულ თუნდაც საკითხებში ვერ ერკვევიან და აღარ არის საუბარი თქვა დოგმატიკაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის თუ არა სწორედ აი ამ აპატიეთ ვიხმარ ამ სიტყვას უმეცრების ბრალი და იმისი რომ ადამიანები კმაყოფილდებით მხოლოდ აღსარებით, ზიარებით და ჩვენ აღარ ვეძიებთ უფრო მეც, აღარ გვინდა გავიგოთ და შესაბამისად ჩვენ ჭყალებში ვიტყვით ვთქვათ ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ადამიანმა, ჩვენმა ოპონენტმა შეიძლება ძალიან მარტივი შეკითხვა დაგვისვას და ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და მას ვერ გავცეთ პასუხი. მაშინ რომელ სიხარულზეა ლაპარაკი, მაშინ რა გვინდა, საით მივილტვით, რისთვის მარხულობთ, ვინ გვინდა რომ ვიყოთ საერთოდ? ქრისტიანული ანთროპოლოგია გვასწავლის, რომ ადამიანი ორი ნაწილისაგან შედგება. ეს ყველამ ვიცით ჩვენ. ეს არის სული და სხეული. მაგრამ სულში ღირსებითად განარჩევენ სამშვინველს და სულს. ეს არის ფსიხე და პნევმა. რუსულად ვიტყვი, ეს არის დუშა и дух. ერთია სამშვინველისეული აღზურები და ქმედებები და მეორეა სულიერი. ის რაც მარადიულს მიემართება, ეს არის ყოველთვის პნევმასთან, სულთან დაკავშირებული. ის რაც ამ ქვეყნიურს მიემართება, ეს არის შვინვერი, მაგალითად შვინვერი სიხარული. დამირეკა მეგობარმა და მითხრა, რომ საღამოს ვახშამზე ვარ დაბატიჟებული, იქ ესე იგი კარგი მომღერლები იქნებიან და მე მიხარია ეს, წავედი იქ. და კარგად დავაგემოვნე ყველაფერი, ღვინოს მივირთვი, კარგად გავერთე. ეს არის ხორცელი სიხარული, რომელიც არ ვამბობ, რომ არ არის თავარია წრეგადასული არ იყოს, მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ხშირად საკუთარ თავზე გამოგვიცდია თუ გადავხედავთ ჩვენ ცხოვრებას, რომ კარგ დროსტარებაში ყოფილ ვართ, კარგ სიტუაციებში მოვედი სახში და ხედავ, რომ ცარიელი ვარ და მარტო ვარ. რატომ იცით, ეს იყო შვინვერი სიხარული. რა არის სულიერი სიხარული? მე მახსენდება ერთ-ერთი ჩვენ ეკლესიის საოცარი მოძღვრის მამარჯილ მინდიაშვილის სიტყვები. ახალ დამწყები მრევლი ვიყავიო და გამაოცა ხანდაზმული აი მოხუცი ქალბატონების განათებულმა სახემ, რომელიც მე ვნახე აღდგომის დღესასწაულზე, რო შევხედეოდ. გაკურებული ვიყავიო, ამ ადამიანებს რა უხარიათ. თითქოს და ცხოვრების უდიდესი ნაწილი განვლეს და აღდგომის დღეს გახარებული, გაწყინებული არა ამ ქვეყნიური სიხარულით. აი ეს არის სწორედ ის წმენით გამოწვეული და აღდგომის სიხარული. მაგალითად, არერგზის გვინახია ჩვენ, წაგვიკითხია, მოგვისმენია მძიმე აღსარება, გულწრფელი და თვალწარმოები. შემდეგ რომ წაუკითხავ ამ ლოცვას, რომ დაამშვიდებ, დაუშვებ ეპიდემიასაც დაადებ, ეტყვი როგორ მოიქცეს და მოხსნე ოლარს და გაბწყინებული თვალებით გიყურებს ადამიანი. ან წრემლიანი თვალი. წრემლიანი, მაგრამ ეს არის აი საოცარი წრემლი. აი მოდით ესეთ რადიკალურად სხვა თემა შევეხები. პიროვნება ხშირად ვარდება დეპრესიაში და არაერთ ადამიანთან მაქვს საუბარი და ვეუბნები, იცით რატო ვარდებით დეპრესიაში? სინანული არ აქვს, შვილო. ჭეშმარიტი სინანულის მოკლება არის სწორედ ესე იგი სათავე გააზრება ჩვენი მდგომარეობის. სინანული არ აქვს, როგორ შეიძლება თქვენ სახარება გვახარებს ათასასუფლების დამკვიდრების შესახებ როგორ და ეს არის ძალიან გასახარელი, მაგრამ როდესაც მე ოდენ შვინიერი კუთხით უყურებ ყოველ ამას, აღდგომა მიხარია, იმიტომ რომ სოფელში წავალ. აღდგომა მიხარია, იმიტომ რომ იქ ესე იგი წითელ კვერცხს გადავაბორებ საფლავზე, პასკას შევჭამ, ღვინოს დავლებ და შევებ თუ ამ დონეზე მიხარია აღდგომა, რა თქმა უნდა, ის სიხარულიათ ჩვენ ვთქვით, მართლმადიდებლობაზე მე ვერ განვისდი, აი ხუმრობით ვიტყვი, კი არ არის ახლა გაღიმებული დავჭი. კი მიხარია, მაგრამ რო არ ვიცი რა მიხარია, სწორედ ეს არის სინანულის ნაკლებობა. ეს არის ხორცელი, რა არის მარხვა? ხორცელ სიამეთა მოკლება. ესე იგი ხორცის მოთხოვნებს სული განაგებს, სული განაგებს სამშვინველს და ორივე ერთად სხეულს მართავს.
და მართავს გონევრულად. განასაჭმელი არ უნდა ჭამო, უბრალოდ უნდა იცოდე რა ჭამო და რა არ ჭამო. რამდენი ჭამო ხო? განა ღვინო არ უნდა დალიო, ღვინო ახარებს გულსაკაცსა, მაგრამ თავშევი და მოციქული გვეუბნება, ნუ დაითვრები ღვინით ამის ყოველი სიძულვე. ანუ ზომიერება ოქროშვალედი. ანუ ჩვენ თუ ოქროშვალედზე დავდივართ, მაშინ ეს სიხარულიც არის და ეს სიხარული პირველივე წუთებიდანვე არის, როდესაც ადამიანი მართლმადიდებლობის შემოდის. თავარი არის ნაპერწკალი არ ესე იგი არ ჩაიღვენთოს. ყველას კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო მარხვის დაწყება და პირველი კვირა და ვისაც ერთმანეთის შენდობა არ გვითქვია. კიდევ ერთხელ ვთხოვოთ შენდობა რომ უფალმა ჩვენ შეგვინდოს, იმიტომ რომ უფალი ბრძანებს მამაო ჩვენო ხო გვასწავლა დამომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევთ თანამდე მათ ჩვენა და უფალმა მოგვანიჭოს სწორედ შენდობის თქმის უფლება სინანული უნარი სინანულის სიწრფელე და როგორც ეფრემ ასურის ლოცვაში და მოგვანიჭეთ ჩვენ განცდა თვისა წოდვათა და რა გაანკითხვაც მისა ჩვენისა ამ მშვენიერი სიტყვებით დავასრულოთ ჩვენი საუბარი. მამაბიძინა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის შეხსენებისათვის. ჩვენს ტელემაყურებლებს კი შევახსენებთ, რომ კვირას აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეიმი და სწორედ ამ თემაზე საუბრობდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია.